ეს დელუზიები და ეს რაღაცა ტყუილები და ჰალუცინაციები, რომელიც ჰქონდა აი ამ ჩატბოტებს, იყო ნიუსები იმასთან დაკავშირებით, რომ ენები მივიდნენ ბიბლიოთეკაში და ითხოვდნენ წიგნებს, რომლებიც არ არსებობდა ცნობილი ავტორებისგან, რომლებიც არ დაუწერია ამ ხალხს. მაგრამ იმიტომ რომ აი მივიდა და აბა მირჩიე რამე წიგნი ამ თემაზე, ეს ავტორები მომწონს და კიდე რა შეიძლება წავიკითხო სიტყვაზე, შეიძლება იკითხო ადამიანმა, რომ ჩამოწერდა რაღაცა სიებს, იქ აღმოჩნდა რომ თურმე იმისთანა წიგნებს იგონებდა და სათაურებს, რომელიც საერთოდ არ არსებობდა და ეს ხალხი მიდიოდა ბიბლიოთეკაში და ითხოვდა ამ წიგნებს ბიბლიოთეკარებისგან და იმათმა ისინი ზოგს არ ჯეროდა რომ რანაირად გვატყუებსო ეხა ხელოვნური ინტელექტი და შენ ვიღაც ბიბლიოთეკარი რანაირად ეუბნები რომ მატყუებს ხელოვნური ინტელექტიო. იქ ერთი შემთხვევა იყო ზუსტად არ მახსოვს რომელ ჟურნალში იყო საზაფხულო საკითხავის სია გააკეთა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა და დაეზარა, რაც ჯერთი რანაირი უპასუხისმგებლობა არის ლიტერატურაზე, თუ წერდა, თუ ჟურნალისტი ხარ და თუ მუშაობ და თუ იმის პრეტენზია გაქვს, რომ ხალხს შენ მკითხველს უნდა ურჩიო ის თუ ზაფხულში რა წაიკითხონ, მაშინ კეთილი ინებე და ცოტა რაღაცა შენი გემოვნებიდან და შენას წაკითხული გაქვს, ის მაინც ურჩია ადამიანებს, მაგრამ არა, ამან გადაწყვიტა რომ დაეწერინებინა რაღაცა ლისტი ხელოვნური ინტელექტისთვის და საბოლოო ჯამში დაეპარა ის რომ მათმა ჟურნალისტმა გამოგონილი წიგნები ჩაწერა აი ამ საზაფხულო საკითხავის სიაში. ხო და ეხა ეს წარმოიდგინეთ ადამიანებზე, რომლებიც ეკითხებიან ჯამრთელობის თემაზე